ისევ იგივე ხდება, არაფერი არ იცვლება ჩემს სოფელში. ისევ იგივე ხდება. ისევ იმ დროში დავბრუნდი, რომ ჩამოვედი მართლა რომ. აი წეღან გაგაწყვეტინეთ ან იმ კითხავს ზუსტად. აი რომ ჩამოვედი და დავინახე ის ხალხი ისევ იმნაირად რომ ცხოვრობს, როგორც დავტოვე, დავბრუნდი იმ დროში. სულ თვალწინ დამიდგა ის ჩემი დრო, გაჭირვების დრო. რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა, აი უსიამოვნო, კი. გულისწყვეტა ალბათ. გულისწყვეტა. რომ ის რაც შენ შეძელი სხვებმა ვერ იმ წუთას გამიჩნდა ის სურვილი, რომ არ მეცხოვრა იქ. რაღაცნაირად აღარ შეხვალთ. ხო. აი აღარ გინდა. შუა დღის 4 საათზე ხო ძალიან ცხელა. აქ ხო ძალიან ცხელა. ჩვენთან უფრო ძალიან ცხელა. ქალი იყო გამოსული შუა დღის 4 საათზე სამუშაოდ მიდიოდა ყანაში, სადაც არანაირი ჩრდილი არ არის საერთოდ გზის გულზე. თან ლაგოდეხში კიდე ისეთი კლიმატია. რანაირი სიცხეა ენით ვერ აგიხსენებთ ლაგოდეხში ახლა ამ მომენტში. არც წვიმდა, თქვენთან ხო წვიმდა, იქ არ წვიმდა საერთოდ და 4 საათზე რომ მიდიოდა დედას ვეუბნებოდი რა მანქანაში რომ ზიარ მე კონდიციონერი მაქვს გული მიდწნება მქონდა დაბალი ცუდად ვიყავი და წარმოიდგინე როგორ ვართ მე გადაჩვეულები რომ ისინი იმ პირობებში კიდე ისე მუშაობენ და მაინც აი ბევრი ვერაფერი ხვდები შესაბამისი პირობები არ არის და ცოდოები არიან მართლა ჯანმრთელობაც უფრო მალე ესპობათ და კი უფრო მალე ეტყობათ სასაკიც და ძალიან ფიზიკური შრომა კი რომლის შედეგით 30 წლის რო ვიყავი და წავედი 30 წლის სასაკში უფრო მეტყობოდა ასაკი ვიდრე მე ახლა ხო იმიტომ რომ ამის განხარგება კარგი ცხოვრება მომიხდა კარგი ცხოვრება ვის არ უხდე